გამარჯობა საქართველო, მე მინდა ყველა თქვენთაგანის დახმარება, ვინც გვიყურებთ იცით, რომ 4 ივლისს ჩამოდის ჰარვარდის პროფესორი, ასევე გვერდდება რამოდენიმე საერთაშორისო ექსპერტი. ამას ვაბალანსებთ კიდევ ჩვეულებრივი ხალხით და ეს შეხვედრა იქნება ისტორიული იმ ნაწილში, რომ ჩვენ უნდა ვიმსჯელოთ, რა არის შემდეგი ეტაპი სახელმწიფო მოწყობის სისტემაში. ჩვენ ათასწლეულები ვხედავთ, რომ დღევანდელი სისტემა არის მოძველებული, დინოზავრების ერა, რომელიც გულისხმობს პრეზიდენტს, პირველ ლედის, მეფე, დედოფალს და ეს არის ჩვენი კონცეფტი დღეს, როდესაც მილიონობით ადამიანი არის მათ ხელში და რა თქმა უნდა კორუფცია ჭამს მათ ფულს და შესაბამისად ხალხი არის ღარიბი. ამ მიმართულებით ჩვენ თხოვნა გვაქვს და ყველას გადაეცემა საჩუქრად 10 ლუქსიუმი იმ შემთხვევაში თუ საუკეთესო იდეებს წამოაყენებთ, რა შეიძლება იყოს შემდეგი ერთობის პლატფორმა. ჩვენ შეიძლება ამას დავარქვათ ლუქსიუმის ნეიშენი, ანუ ლუქსიუმის ერი, ახალი ტიპის სახელმწიფო მოწყობის სისტემა, რომელსაც ხალხი მართავს. ჩვენ გვაქვს დაგეგმილი, რომ ინტეგრაცია გავაკეთოთ მომავალში ეგრეთ წოდებული DAO ორგანიზაციის, ანუ დეცენტრალიზებული ავტონომიური ორგანიზაციის ბლოკჩეინზე, რომელსაც ვერავინ ვერ გააყალბებს და ყველა ადამიანს ექნება რეალურად ერთი ხმა და ნებისმიერ გადაწყვეტილებას მიიღებენ ლუქსიუმის ნეიშენში. თუმცა ეს მომავალია. დღეს უნდა ვისაუბროთ და თქვენი იდეების მოწოდება გჭირდება კომენტარებში. როგორ ფიქრობთ, რა უნდა იყოს შემდეგი ეტაპი? ჩვენ შეგვიძლია ბრეინსტორმის ნაწილში, ანუ ამ საუბრების ნაწილში ყველა მიმართულებით მაქსიმალურად კრეატიულად მიუდგეთ საქმეს და მარტო ჩემი ფრაზეოლოგიით არ იხელმძღვანელოთ. შეიძლება სხვანაირად მიუდგეთ და საერთოდ არც განვიხილოთ რაღაც შემდეგი ეტაპის მთავრობის ან შემდეგი ეტაპის ქვეყნის კონცეფტი. შეგვიძლია განვიხილოთ უბრალოდ ხალხის ერთობის პლატფორმა, რომელიც ყველა ქვეყანაში კონკრეტული რაოდენობის ხალხს დააგროვებს, სადაც მე უკვე ოფიციალურად გაიხსნება იქ ჩვენი ფილიალი და ჩვენ მაქსიმუმს გავაკეთებთ, რომ მაგალითად რეფერენდუმების ხელმისაწვდომობა რეალური გავხადოთ იმ ქვეყანაში და იმ ქვეყანას უკვე ექნება საშუალება ხალხმა გარკვეული გადაწყვეტილება მიიღო, როგორც ახლა აქ შვეიცარიაში აკეთებს მოსახლეობა. მოკლედ, ყველაზე საუკეთესო იდეები, რომელიც კომენტარებში იქნება, რა უნდა იყოს შემდეგი დონის პლატფორმა, თუ სახელმწიფო, თუ ნებისმიერი რამ, რაც გააერთიანებს მსოფლიო ერებს. ან ჩვენ მიზანი არის, რომ შევქმნათ მსოფლიოს პირველი ლოკაცია, ეს ლოკაცია შეიძლება არ იყოს ფიზიკური და დღეს ტექნოლოგიები ამის საშუალებას გვაძლევს, რომ ჩვენ ყველა ერი ეტაპობრივად გავაერთიანოთ და ხალხის ძალა შევქმნათ, რომელიც მომავალში დაასრულებს ომებს, იმიტომ რომ არ მისცემს საშუალებას სახელმწიფოს, რომ მან ომი გამოუცხადოს რომელიმე ქვეყანას და ხალხი ჩახოცოს ამ რამოდენიმე ათეული პოლიტიკოსის გადაწყვეტილებით. ეს არის გარდაუვალი, ეს რომ ადრე თუ გვიან ეს დადგებოდა, ეს დრო მოვიდოდა, თან ხელოვნური ინტელექტის განვითარების ნაწილში ჩვენ კიდევ უფრო მეტი რისკები გვაქვს მომავალში, რომ ხალხის ერთობა აუცილებელია. თან ბლოკჩეინ ტექნოლოგიით, რომელსაც ვერც ხელოვნური ინტელექტი ვერავინ ვერ გააყალბებს. ასე რომ ეს არის ჩემი თხოვნა თქვენდამი, რომ კომენტარებში მაქსიმალურად მიიღოთ მონაწილეობა თქვენი ნებისმიერი თუნდაც უაზრო იდეა და утоპიური იდეაც დაწეროთ და საუკეთესოები მიიღებენ 10 ლუქსიუმს საჩუქრად. ბოლოს მე მინდა გითხრათ, რომ ჩვენ ორი ადგილი გვაქვს დარჩენილი ჩვეულებრივი ადამიანებისთვის, იმიტომ რომ ჩვენ გვინდა კომბინაცია გავუკეთებინა 4 ივლისს, რომ ჩვეულებრივი ადამიანები შემოვერთდნენ ექსპერტებს და ამ ბრეინსტორმში მიიღონ მონაწილეობა და ვინც დახურავს ჩვენს VIP კვალიფიკაციას, ან თუ თქვენ ჯერ არიცით რა ლუქსიუმი, შემოდით Telegram ჯგუფში, რომელიც არის მოცემული კომენტარებში და გაერკვეთ რა არის VIP სტატუსი, რას ნიშნავს ლუქსიუმში აღნიშნული სტატუსი და თქვენ ამ სტატუსის დახურვის შემთხვევაში მოგეცემა საშუალება, რომ მიიღოთ მონაწილეობა სრულებით უსასყიდლოდ ლუქსიუმის 4 ივლისის შეხვედრაში, რომელშიც როგორც გითხარით დაესწრება მათ შორის ჰარვარდის პროფესორი. ხარით ყველაფერი ანაზღაურდება, ეს იქნება ფრენა, სასტუმრო, კვება, მათ შორის ჩვენ 4 ივლისს გვექნება 2 მიშელინის ვარსკვლავის რესტორანში ვახშამი. ასევე რა თქმა უნდა გაიცნობთ უმაღლესი რანგის პროფესიონალებს, ერთად გადავიღებთ სამახსოვრო სურათებს. ეს იქნება ნამდვილად ისტორიული დღე, იმიტომ რომ ჩვენ გვჯერა, რომ ჩვენ ისეთ გადაწყვეტილებას მივიღებთ იმ შეხვედრაზე, რომელიც განსაზღვრავს მომავალს არა მხოლოდ ლუქსიუმის, არამედ მსოფლიო ხალხის ერთობის მიმართულებით.